გზა კონკიობიდან პრინცესობამდე პლასტიკური ქირურგების კაბინეტზე გადის. ცხვირი, ტუჩი, წარბი, საჯდომი, თეძო და სხეულის რა ნაწილი აღარ. სილამაზეზე ზრუნვა ქართველმა სელებრიტებმა წლებია დაიწყეს. ზოგიერთი დროის დიდ ნაწილს ესთეტიკურ ცენტრებში ატარებს, ვიღაც კი მინიმალურ ჩარევას სჯერდება. ვინ რას იკეთებს, ვისთან და რატომ? Newsbox-ი ამ სიუჟეტში პლასტიკური ქირურგიით გატაცებულ ქართველ სელებრიტებზე მოგითხრობთ. გადაცემის სტუმრები კი ლიკა ლაბაძე, ტელეწამყვანი. ნუკა კაციტაძე, მის თბილისი 1985. ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი. და რაც მთავარია, ამ სფეროს ნამდვილი ექსპერტი ალბინა ქაჯაია, დერმატოლოგი იქნებიან. რომელი ქალი ართვის თავისთავად ექსპერტად სილამაზეში და კოსმეტოლოგიაში ზოგადად. ყველა ასაკის ქალები ვართ მე მგონი დღეს. სპეციალისტები და არასპეციალისტები და შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი გარკვეულ ასაკში. 35 წლის ასაკში გავეკეთეთ ცხვირის ოპერაცია. და ამის გამო მქონდა საშინელი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვერ ვეგუებოდი, იმიტომ რომ ტყუმა ძალიან გვიანი იყო და ძალიან გამიცადე. რომელიც იყო მის თბილისი, ანუ ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა ითვლებოდა. ოღონდ მანამდე არ მქონდა ცხვირის ოპერაცია გაკეთებული, როდესაც მე მის თბილისი ვიყავი, ანუ საერთოდ ადამიანს სურვილი შეცვალოს რაღაცა თავის კარიერაში. ეს ალბათ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ იმ პერიოდში, როდესაც ქმარს გავშორდი, იმჭირდებოდა რაღაც სიახლე. ალბინა, სწორია მართლა და რამდენად გამართლებულია ესე რადიკალურად გარეგნობის შეცვლა ქალში. Везде должна быть мера, своя мера, так, чтобы человек выглядел эстетично и гармонично с собой. То есть, если у тебя есть какой-то изъян, который тебе мешает, даже если это нравится твоему мужу, нравится всем родственникам, но когда женщина не находится в гармонии со своей внешностью, я считаю так, что это надо убирать. Ко мне приходит, говорит, вот я сейчас тебе покажу на телефоне, достает вот такие губы я хочу. А виси тучები და ვისი ფოტოები? Анджелина Джоли, отлично. ალბინა, რომელს გაიხსენებ შენ ცუდ ვარიანტს? ანუ არ ვიცი, გინდა ქართველ сеლებритებში, ანუ უცხოელებში, როდესაც გააფუჭა пластикურობა ქირურგიამ. Но если брать таких особо знаменитых, это там Версачи, Донателло, да? Донателло, дизайнер. Потом женщина-кошка. С другой стороны, Скарлетт Йоханссон. У нее грудь сделанная, носик сделанный. Губки. Ну, конечно, я наткнулась на ее старые фотографии, посмотрела. კი, Скарлეტ და მალავს ხოთა შორის არ ამბობს რომ გაკეთებული აქვს. თვალში მზერაც კი შეცვლილი აქვს, ანუ იმდენად ტრანსფორმაცია განიცადა ამ ყველაფრის შემდეგ. მე ნინა მომწონდა ყოველთვის. ცოტა მომატებულიც როცა იყო, მოკლე თმაშიც, მე გრძელ თმაშიც კარგი გოგოა, მაგრამ აი ეს ცხვირის ოპერაცია მომეჩვენა რომ ზედმეტი იყო. აი როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ თუ ადამიანს უნდოდა და გადადგა ეს ნაბიჯი, ხო, არ გვაქვს ჩვენი მისუფლება რომ თქვათ მე მომწონს, არ მომწონს და ასე შემდეგ. ამიტომ მე მიჭირს ყოველთვის და თავს ვიკავებ რომ რაღაცა ვინმე გამსაჯვან თქვა მომწონს თუ არ მომწონს. თუმცა მე მივესალმები პირადად ძალიან მინიმალურ ჩარევას. აი თუ მაგალითად ბუნებრივ სხვა როდესაც ემსგავსება, ანუ გადამეტებული ტუჩის ფორმა და აპრეხილი ცხვირი არ მომწონს. როდესაც იცი რომ ადამიანს ქონდა კეხი და ქონდა ძალიან თხელი ტუჩები. აი ჩვენ ჩავწერეთ ეკო ფანგანი, რომელიც არც მალავს და მე მგონი ყველგან დადო თავისი ფოტოები, როგორი იყო და როგორი გახდა. მე მეგონი ამაზე ამ წელს აღარ ვილაპარაკებდი. არ ვიცი, აი ესე უცებ მომინდა და უცებ გადავწყვიტე. შედეგით მოვაფილე. კი, ძალიან. დავიღალე იმის ლაპარაკით, რომ მე მხოლოდ აი ეს ადგილი, აი ეს წვერი გავიკეთე და მთელი ცხვირიც არა, მაგრამ ნუ მაგას არანაირი არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის მომწონდა და თვითონ კომფორტულად გრძნობს თავს აი ამ სიტუაციაში. არაფრით არ შეიძლება იმის თქვა, რომ როდესაც ადამიანი გაიკეთებს ცხვირის ოპერაციას, რომ ისე უფრო მომწონდი. როდესაც ადამიანი შინაგანად კარგად გრძნობს თავს და კომფორტულად, ის უკვე დამთავრებული ამბავია. Ну, в первую очередь, я знаю, что Экке очень нравится свой нос. Это самое главное. აზრიც კასათვალისწინებელია ესე ვითომ, მაგრამ აპრიორში უფრო ჩემი საკუთარი აზრი მაქვს. დავიღალე იმის ლაპარაკით, რომ მე მხოლოდ აი ეს ადგილი, აი ეს წვერი გავიკეთე. ნუ ამ მინიმალურმა ცვლილებამ შემიცვალა ცოტა იერი. და ალბათ მაგიტო თუ არ ვიცი არ ელოდნენ. მე მომეწონა ქეთა თოფურიას ოდნავ შეცვლილი ცხვირი. გამიკვირდა, როდესაც ვნახე ეს პატარა აპრეხილი ცხვირი და აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ლამაზი გახდა. კი, ნამდვილად დაგეთახა. აი ამას ვამბობ, ზუსტად მინიმალური ჩარევა იყო იქაც, ხო, ზუსტად. ცხვირის გარდა შეიძლება სხვა ბევრი რამეც იყო კიდე გაკეთებული ამასთან და არ ვიცი ახლა ვერ დავდებ თავს, მაგრამ ეტყობა, რომ მინიმალური ჩარევებით კიდევ უფრო სასურველი რეზულტატია და მე მირიქით მივესალმები, ფიქრობ, რომ რაც უფრო ლამაზია ქალბატონი, იმას უფრო უხდება ის ოდნავ წალამაზება და არ ნიშნავს, რომ რახან ლამაზი ხარ, შენ არ უნდა გაიკეთო არაფერი. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მთელი ფილოსოფია მაქვს გააწყობილი ამასთან დაკავშირებით და გეტყვი რატომ. ძალიან დიდი დანაშაული
ქალბატონების წინაშე, როდესაც შენ უკეთებ პლასტიკურ ქირურგიას ახალგაზრდა გოგონას. სხვათა შორის მე გადავხედე ლიტერატურას და ცხვირის ოპერაციასაც კი მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი და მაშინ აკეთებ, როდესაც ფიზიოლოგიურად ზრდასრული ადამიანი, ანუ არ ეცვლება პარამეტრების სახეს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი გოგონა ვიცი, რომელიც დაღუპეს, იმ ასაკში აქვს გაკეთებული ცხვირის ოპერაცია, როდესაც სახე კიდე აგრძელებს თავის კონსტრუქციის ცვლილებას. იკა, შენ ხარ იმ ასაკში, როდესაც არაფერი არ გჭირდება, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ, თან ახალგაზრდა ხარ და მაგრამ მაინც რაღაცა პერიოდულად ვიცი რომ ალბინასთან მოდიხარ და რაღაცა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს იტარებ. კი, იცი რა ვფიქრობ რომ საერთოდ ესთეტიკურმა მედიცინამ აი ამ განვითარებამ შეცვალა ეს დამოკიდებულება, რომ თითქოს ადრეულ ასაკში არ უნდა მიმართო აი მსგავს რაღაც პროცედურებს. პირიქით, მით უმეტეს, როდესაც გადატვირთული რეჟიმი გაქვს, მით უმეტეს, როდესაც მუდმივად ეკრანზე ხარ და ისედაც ძალიან ბევრი ფაქტორის გამო იზიანებს შენს სახეს. არ დავმალავ და ისედაც პრობლემატური კანი მაქვს და მუდმივად გაასმაგებული ყურადღება მჭირდება რომ მიმართო და მყავს საბედნიეროდ ისეთი ადამიანი, რომელიც მოვა და მეტყვის რა მჭირდება და როგორ უნდა გამოვიყურებოდე კარგად. ალბინა, ერთ-ერთი შენი უსაყვარლესი პაციენტი, რომელსაც ჩვენ ვილოცავთ, იმიტომ რომ სამი გზის დედა, სალომე გოგიაშვილი, პირდაპირ ჩემთან საუბარში ინტერვიუში მითხრა, რომ მე ვარ ტოტალ შარმის პაციენტი და ვარ 30 წლის და ზოგჯერ მჭირდება რაღაცა ბოტოქსი ან რაღაცის გასწორება, რაღაც ნაოჭები არ მინდა რომ მქონდეს სახეზე, ამას აღიარებ. ბევრი გრიმისგან, ჩემი რა დატვირთული გრაფიკისგან გამიჩნდა ეს მიმიკური ძალიან სუდად შესახედი მიმიკური ნაოჭები, რომელიც ტოტალ შარმში გავისწორე და გავიკეთე, რა ქვია მაგას, ბოტოქსი. როგორც ექიმს გეკითხები, ქალი რომელიც აპირებს კიდევ ერთხელ ანუ დაუსრულებას დედა უნდა გახდეს, ხო არ ავნებს აი ეს პროცედურებს? Абсолютно никак не мешает, абсолютно. То есть даже Салома что мы сделали? Небольшие инъекции гиалуроновой кислоты и небольшие инъекции ботокса. Нельзя во время беременности, нельзя во время лактации. Но если ты прокололась и там через пару месяцев забеременела, это ни в коем случае никак не мешает. Даже импланты молочных желез, да, когда делается грудь, они даже не мешают при кормлении ребенка. Аги, машин კიდე ერთ შენს ძალიან საყვარელ და გამორჩეულ პაციენტზე მინდა კითხო. შორენა ბრიგაშვილი დავპატიჟეთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვერ შეძლო მოსვლა. და შორენას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი ზოგადად, თუმცა არის შენი კლინიკის სახე, ხო? Total შამის სახეა შორენა. Шорена не живет у нас здесь в клинике. Ара, не живет. А кто живет? А ты приходи мне камеры. Тут идет вопрос о том, что Шорена как бы и смотрит за собой, то есть то, что у нее есть свои природные очертания, плюс Патара корректируется икет. Она редко, очень редко ходит. იაფარულავა ხო დალიჩი ტალაძე ანუ არიან ადამიანები ქალები რომლებიც ხშირად ეკრანზე ვხედავთ მათ და კარგად გამოიყურებენ. Даже Иапарулава, вот думаю, что она часто все делает. Вот ровно один раз в год мы с ней колем ботокс. ჩვენი ასაკის ქალებმა რო დროზე შემოიარონ ალბინასთან არ დაჭირდებათ თანხაშიც არ გადავარდებიან რაღაცა. სარკეში ჩახედავ გიხარი. აი უცბად უყურებ შესაძლოა მე რა კარგი გამოძინებული რო ხარ და კარგად რო გამოიყურები ფაქტიურად აი ეგეთი ვარიანტია. რასაკვირველი მე არ მომწონს, როდესაც გადაჭარბებული ტუჩები აქვს, აი რაღაცა საოცრად რო უჩანთ ყველაფერი, ნუ აი ნუ არ მომწონს ჯერ ერთი მე თვითონ. ან ლელე წურწუმია რომ ეს როდესაც არასოდეს არაფერი არ გაუკეთებია ხო გარეგნობაში. და შეგვიძლია ესე გავაგრძელოთ ხო შეიძლება თქვენ გაიხსენოთ კიდე სხვა თუნდაც ირმა სოხაძე არიცი ნატო გელაშვილი არიან ხო ძალიან ბევრი ცნობადი ქალები რომლებსაც შეუძლიათ რაღაცა შეცვალონ მაგრამ არ ცვლიან უნდა გადადგან ეს ნაბიჯი თუ არა. იცი რა ზოგიერთისთვის მაგალითად უცხოურ ვარსკვლავებსაც მივადგები მაგალითად ადრიანა ლიმას აი ეს ორი კვირი შეგნებულად არ აქვს გასწორებული იმიტომ რომ ეს მისთვის ასე ვთქვათ დამახასიათებელია მის გარეგნობაში. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყოველს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს და მივიდეს ამ დასკვნამდე. ძალიან მაღიზიანებ ჩემი გარეგნობა, ჩემი ცხვირი, მაგრამ ცხვირს არ ვიკეთებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ვარ მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხვირის გამო მე ერთი პერიოდი ყველგან მიწუნებდნენ და ნუ აი გარდატეხის პერიოდში საერთოდ რაღაც კოშმარი ვიყავი, საერთოდ სარკეში ვერ ვხედებოდი, რაღაც ასე მქონდა, აი ეს ძირს მიხოხავდა ეს ცხვირი. პირველი, რასაც ვებრძვი, ეს არის, როდესაც ახალგაზრდა ასაკში იწყება ჩარევა. მეორე,
თქვათ პლასტიკური ქირურგია არ არის, მაგრამ ბოტოქსები და ეს ყველაფერს აქვს თავისი უკუჩვენება. იმიტომ რომ ვისაც ჯერ კიდევ არ ეტყობა, დაეტყობა ასაკთან ერთად. და მე კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა. კავკასიელ ქალს თავისთავად აქვს ძალიან ძლიერი ეთნოსი და ძლიერი გენი და წარმოიდგინე, როდესაც შენ გინდა ეს შენი ეთნოსი, თქვათ ოდნავ კეხიანი ცხვირი, ან ოდნავ რაღაც შენი მახასიათებელი რაც არის შეცვალო. ესე იგი მთელ ეთნოს ებრძვი ამ შემთხვევაში და ვინ თქვა რომ თქვათ ევროპული გარეგნობა უფრო მომხიბვლელია ვიდრე კავკასიური. Насчет звезд у меня всегда говорю, когда ты на экране, когда ты сидишь в эфире, когда ты эпизодами появляешься, ты должна выглядеть эталоном, ты должна выглядеть красиво. ჩაბოტოქსებული, ესე იგი რაღაცა ცუდი მითი წავიდა ეს რაღაცნაირად. ჩაბოტოქსებული ყველა არის, მაგრამ აქ ზოგს გადათხლეს შეგეცვალებით რაღაცა. პრობლემა არის, რომ მიმიკას კარგად. რასაკვირველია ხო? ზომიერება არის ყველგან შემოსაყვარელო და ამიტომ ნუ რაღაცა ხა ჩაბოტოქსებულიც კაია, რომელიც არ ჩანს, რომ ჩაბოტოქსებულია. სხეულის რა ნაწილსაც არ უნდა ემდუროდეთ 21 საუკუნეში მისი კორექცია პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. თუმცა მთავარი მაინც სახეში შეშვებული ბოტოქსის, პლასტიკური ქირურგიის ჩარევის და სხვადასხვა პროცედურის დოზაა. თორემ არაა გამორიცხული ერთ დილას სარკეში ჩაიხედოთ და საკუთარი თავი თქვენვე ვერ იცნოთ.